შესაბამისად, როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს სოციალურ ემოციური უნარების განვითარებაში, როგორც ვთქვით, ძალიან მიხარია, რომ დღითი დღე ეს თემა კიდევ და კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რადგანაც ყველამ ვიცით, რომ თითოეული ჩვენგანი ზღვა ემოციებით ვართ ხოლმე სავსე და არა მხოლოდ მოსწავლეებს, ხანდახან ჩვენს გვიჭერს ხოლმე საკუთარი თავის მართვა, განსაკუთრებით წლის ბოლოს, როდესაც უკვე ამდენი რამ დაგვიგროვდა ემოციების კუთხით და დამეთანხმებით ალბათ როგორი მნიშვნელოვანი არის ემოციების მართვა ადრეული ასაკიდან და ამ ყველაფერზე მუშაობა. სწორედ ამიტომ მე პირადად ვიყენებ ამ მიმართულებით პატარ-პატარ აქციებს, რომელიც შეიძლება იცით და შეიძლება გამოგადგეთ, თუმცა ძალიან მოკლედ განმარტავ რა არის სოციალურ-ემოციური სწავლება და რომელ მიმართულებებს აერთიანებს. ამას ეძახიან SEL-საც, თუ კი ინგლისურის მასწავლებლები ბრძანდებით, გულისხმობს თვითშემეცნებას, ესე იგი, კარგად მესმოდეს, როგორი ვარ, ვინ ვარ და რა შემიძლია და კარგად გავაცნობიერე ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები, კარგად შემიძლოს ემოციური თვითრეგულაცია და თვითკონტროლი, განსაკუთრებით ისეთ სტრესულ სიტუაციებში, რომელიც შეიძლება იყოს სიტყვით გამოსვლა, მაგალითად ნებისმიერი ჩვენგანისთვის ურთიერთობები, რომელიც დამეთანხმებით, რომ წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია, რადგან შეიძლება მე ძალიან მაგარი უნარები მქონდეს, მაგალითად ჩემი საგნის მიმართულებით, მაგრამ მიჭირდეს ადამიანებთან სწორი კომუნიკაციის წარმართვა, ხისტი ვიყოთ, რაც ხელს მიშლიდეს, რა თქმა უნდა, წარმატებაში. სოციალური ცნობიერება, ესე იგი მოვიქცე ამ სიტუაციაში ამოცემულობიდან გამომდინარე და გაცნობიერებული ემოციები, გაცნობიერებული გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლობა, რაც გვეხმარება შემდგომ ცხოვრებისაულ წარმატებაში. ამ ყველაფრისთვის წლის დასაწყისიდანვე აქტიურად ვიყენებ ხოლმე პატარ-პატარა სამუშაო ფურცლებს, რომელიც შეგიძლიათ დავბეჭდოთ ამ თემებზე უბრალოდ ნებისმიერ ცარიელ ფურცელზე დააწეროთ მოსწავლეებს, თუ რას ფიქრობენ საკუთარი თავის შესახებ და წარუდგინონ ერთმანეთს პატარა პრეზენტაცია. თავიანთი სახელი, დაბადების დღე, რა არის მათი ჰობი, რისი კეთება უყვართ და რა გამოსდით ყველაზე კარგად. და ეს ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო აქტივობა მოსწავლეებს ძალიან ეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ თვითონ რას ფიქრობენ საკუთარი თავის შესახებ და შემდგომ ერთმანეთი უკვე გაიცნონ, ხომ? იმიტომ რომ თუ კი სკოლაში მაგალითად ჩვენ კოლეგებს კარგად არ ვიცნობთ და არ გვაქვს მჭიდრო კავშირი, შემდეგ უკვე იქ მისვლა შეიძლება მხოლოდ მართლა პროფესიულ მოვალეობასთან იყოს დაკავშირებული. ხოლო თუ ჩვენ კარგად ვიცნობენ, გვაფასებენ, გვიხარია ერთად ყოფნა, შემდეგ უკვე ხალისით მივდივართ, რომ ამათ ვიმარტივოთ. და ბავშვებიც ასე არიან და ასე იქნება კლასში გუნდური გარემო. ასე რომ საკუთარი თავის გაცნობა, წარდგენა და მსგავსი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ისევ და ისევ ჩვენთვის კლასში გუნდური გარემოს შესაქმნელად. ასევე წლის დასაწყისში და ყოველი სემესტრის დასაწყისში ვცდილობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეორე კლასი მყავს ახლა, დავეხმარო რამდენადაც შეუძლიათ მეორე კლასელებს თავედი პატარ-პატარა მიზნების დასახვაში. ამისთვის შეიძლება გამოვიყენო სადამრიგებლო საათი ან საგნობრივი ნაწილი. მაგალითად, თუ გვაქვს მათემატიკის განკვეთილი, დავფიქრდეთ ყველანი ერთად, რა შეიძლება იყოს ჩვენი ამ სემესტრის მიზანი. მაგალითად, გვინდა რომ ვისწავლოთ ასის ფარგლებში მიმატება, გამოკვლევა, გამრავლება და გაყოფა პირობითად. და მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელობთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის ცალ-ცალკე. ანუ დიდი მიზანი ჩავშალოთ პატარ-პატარა ნაბიჯებად. ეს შეიძლება გავაკეთოთ ნებისმიერ თემასთან მიმართებით, მაგალითად ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით, დავისახოთ მიზანი, რომ გავაუმჯობესოთ კლასში ჩვენი ურთიერთობები და უფრო მეტად დავაკვირდეთ. და მოსწავლეები ვაფიქროთ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ამისთვის პირველი ნაბიჯი, მეორე ნაბიჯი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მოსწავლეები პირველ რიგში კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ უშუალოდ სასწავლო პროცესზე, რადგანაც თვითონ არიან ამ პროცესის მონაწილეები და არ ხდება ჩვენი მხრიდან ამა თუ იმ გაიდლაინების მიწოდება, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ, რადგან მასწავლებელმა მითხრა და ასე შემდეგ და გაცილებით მეტი არის მათი პასუხისმგებლობაც. ასევე ემოციური თვითრეგულაცია ჩვენ კულტურულად გვაქვს ეს გამოწვევა არა მხოლოდ პატარებთან, არამედ დიდებთან, რომ ვერ ვითვლით ძალიან გვიჭირს რიგში დგომა, მზად ვართ რომ პირველები გავიქცეთ სადღაც და არ დაველოდოთ სხვა ადამიანებს და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ საკლასო წესები არის ის ალბათ, რასაც თითოეული ჩვენგანი ვიყენებთ გაკვეთილზე და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი იყოს პოზიტიური და არა მოთხოვნითი კუთხით, რომ ასე უნდა მოვიქცეთ, არა იმიტომ, რომ მაგალითად მასწავლებელმა გითხრა და სკოლის წესი არის ასეთი, არამედ იმიტომ, რომ გაიაზრო მოსწავლეებმა რაში გვეხმარება პირველ რიგში ეს. და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით წლის დასაწყისში გაკვეთილებს ვიწყებთ ხოლმე ყოველთვის წესებზე საუბრით. ოღონდ ამას მე თვითონ არ ვაკეთებ, აი მოსწავლეებს ვეკითხები, რომ რატომ უნდა ავიწიოთ ხელი, ანუ ზეპირად იციან უკვე რა თქმა უნდა, თუმცა ამ ყველაფრის გამეორება მათ ეხმარებათ, რომ კიდევ უფრო მეტად იგრძნოთ პასუხისმგებლობა.
და ახლა უკვე წლის ბოლოს გვაქვს ის შედეგი, რომ ყველაზე მოუთმენელი მოსწავლეებიც კი კარგად ახერხებენ ამ ყველაფრის დაცვას და გამოყენებას. იგივე ხდება რიგის დაცვის შემთხვევაშიც და ეს ყველაფერი მერე მათ ეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. სპორტის გაკვეთილზე რაც ძალიან მწვავე არის ხოლმე და განსაკუთრებით ემოციებთან არის დაკავშირებული სასრიალოზე რიგის დაცვაში, რაც შემდეგ უკვე გადადის ცხოვრებისეულ წარმატებაში, როგორიც არის მაგალითად მაღაზიის რიგში დგომა, ნებისმიერ იმედგაცრუებასთან მოთმინებით შეგუება და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მსგავსი დასაბეჭდი წესები ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ცხოვრებისთვის. საგნობრივად შეშენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასწავლებლებს ხშირად გვაქვს ხოლმე მომენტი, რომ ერთმანეთს ვიზიარებთ ესეთ რაღაცას, რომ სულ შენიშვნებს ვაძლევთ ჩემს მოსწავლეებს, ძალიან ვიჭირთ, რომ მომისმინონ და გონება გაფანტულები არიან და ხშირად ამ პრობლემას ვაბრალებთ ხოლმე თაობას, რომ უბრალოდ თაობა ასეთი და ნუ ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დავფიქრდეთ, კი თაობას აქვს თავისი გამოწვევები, რაც გადაჭეპთან არის კავშირში და კიდევ ბევრ სხვა რამესთან, თუმცა ჩვენ პრობლემის აღმოფხვრაზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ, ვიდრე უბრალოდ პრობლემის აღმოჩენაზე, ხომ? და როგორ შეიძლება რომ ჩავაშენოთ ამ უნარებზე მუშაობა საგაკვეთილო პროცესში. მე პირადად ძალიან მეხმარება მსგავსი სამუშაო ბარათების კლასში გამოყრა. აქ არის ხმაურის 4 დონე, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება გაცნობიერონ, რომ ჩვენ კი არ ვუკრძალავთ ხმაურს და ერთმანეთთან კომუნიკაციას. არამედ ვასწავლით ადრეული ასაკიდან, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მაგალითად, პირველი 0 დონე ნიშნავს, რომ დუმილი ოქროა და მოსწავლეებს გამოვიცხადებთ, რომ ახლა ჩვენ ვიმყოფებით იესამნისფერ ზონაში, რადიოსაც ჩვენ ვმუშაობთ დამოუკიდებლად და შეიძლება იყოს საკლასო აქტივობა, ნებისმიერი ტესტის ტიპის სამუშაო თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ პროცესში დუმილი ოქროა და მნიშვნელოვანია რომ გავაკონტროლოთ ჩვენი თავი. პირველი დონე არის სკოლებში მუშაობისას, აქ ვუთანხმდებით, რომ უკვე ცისფერ ზონაში გადავდივართ და შეგვიძლია ერთმანეთს ჩურჩულით ვესაუბროთ, ისე რომ მოსაუბრეს ჩვენი ხმა ესმოდეს, მაგრამ არ შევუშალოთ ხელი მაგალითად უკან ჯდომ წყვილს, ხო? მეორე დონე ეს არის ხმადაბარი საუბარი, როდესაც უკვე მცირე ჯგუფებში ვმუშაობთ, ხმამაღლა საუბარი, როდესაც პრეზენტაციას ვაკეთებთ და ბოლოს ეზოში, როცა უკვე აღარავინ გვიკონტროლებს, რა თქმა უნდა, ხე კი არ უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი და არ უნდა შევაშინოთ სხვა ადამიანები, მაგრამ ეზოში უკვე ხმაური დასაშვები არის და ეს მათ ეხმარებათ მოკლედ ამ პროცესის უკეთ გაცნობიერებაში. ემოციების მართვაში, როგორც ახსენეთ ჩვენ მოუწყალმა კოლეგებმა, მათ ძალიან კარგი არის, რომ ცალკე ოთახი აქვს. ზოგიერთ სკოლაში არის ფსიქოლოგის ოთახით და ძალიან კარგი არის ეს ყველაფერი, თუმცა სახელდახელო პრაქტიკა პირადად ჩემთვის წარმატებული ასეთი აღმოჩნდა, კლასში 2 სამუშაო ბარათი მქონდა გამოკრული და მოსწავლეები თვითონვე ირჩევდნენ მათთვის სასურველ ფორმას, ასე ვთქვათ, როგორ გამკლავებოდნენ სტრესულ სიტუაციებს. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო, როდესაც ერთი მოსწავლე მოვიდა და მითხრა, რომ აი მას მე ახლა გავაკეთე 10 წელი ჩაჯდომა და ეს დამეხმარა, რომ ჩემი კლასელისთვის არ წამერთია ჩემი ნივთი, რომელიც მან დაუკითხავა და იყო და მოახერხა ჩემი თავის გაკონტროლებაა. რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლე სხვადასხვა რამეს ირჩევს, რადგანაც ინდივიდუალურები ვართ და ყველა სხვადასხვა რამე მშვიდობს, თუმცა იმისი გაცნობიერება, რომ ბრაზით ბუნებრივი ემოცია არის და ეს არ არის, ასე ვთქვათ, სირცხვილი, პირიქით ჩვენ გვჭირდება ამ მომენტში განმარტოება, ვინმესთან გასაუბრება და დამშვიდება უბრალოდ, ეს მათ კიდევ უფრო მეტად არიდებს სირცხველის განცდას. რადგანაც სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ხშირად არის ხოლმე ჯერ კიდევ დამონათება იმის გამო, რომ თითქოს შენ გაბრაზების უფლება არ გაქვს და თითქოს ჩვენ რაღაც მუდმივად ესეთი პოზა უნდა გვეჭიროს, რომ ვიყოთ მუდამ გაღიმებულები და პირველ რიგში რა თქმა უნდა ყველანი ადამიანები ვართ, ხო? სწორედ ამიტომ არაფორმალური აქტივობები ძალიან დიდი გასაღები არის, ასე ვთქვათ, ამ პროცესში ჩვენთვის და მე პირადად ხელოვნური ინტელექტი ძალიან მეხმარება იმისთვის, რომ ნებისმიერ საშინაო დავალებას თუ საკლასო სამუშაოს მოვარგო უბრალოდ ეს მარტივი შეკითხვები. ეს შეიძლება პირადად ვკითხოთ მოსწავლეებს, ან დავურთოთ ნებისმიერ სამუშაო ფურცელს. რომ მაგალითად, როდესაც ფულ მაგალითს ვხვდები, მე რას ვგრძნობ, რას ვფიქრობ და რას ვაკეთებ. ეს მარტივი შეკითხვები მოსწავლეებს კიდევ ერთხელ უძგებს, რომ გააცნობიერონ საკუთარი ემოციები და შეგრძნებების სირთულეებთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მეტად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ განცდებზე. და ასევე როგორ გრძნობენ თავს ამათური რთულ სიტუაციაში. ამას უკვე რა თქმა უნდა შეიძლება მოყვეს მცირე შეხვედრა დამრიგებელთან ან ჯგუფში მუშაობა, რომ კი მე შეიძლება ვშთო თავ, როდესაც სირთულეები მაქვს და როგორ შეიძლება რომ გადავახო ეს სირთულე. და მოსწავლეები თვითონვე უზიარებენ ხოლმე ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და ამ პროცესში ნელ-ნელა ვიზრდებით ემოციურადაც და მენტალურადაც, ასე ვთქვათ.
ურთიერთობები, როგორც აღნიშნეთ, არის ძალიან დიდი გამოწვევა და დღესდღეობით მიხარია, რომ ჩვენი კოლეგები ძალიან გულგრად საუბრობენ იმაზე, თუ რა გამოწვევები აქვს კლასში ურთიერთობების კუთხით, რომ კლასში რაღაცებჯერ არ არის გუნდური გარემო, პატარა ჯგუფებად არის დაყოფილი კლასი და ასე შემდეგ. და ამისთვის მე პირადად ძალიან მეხმარება წრის აქტივობა, დილით რაღაც ემოციების გაზიარება 5-10 წუთი, ან დღის ბოლოს თუ დილით ვერ მოვახერხე, თვითრეფლექსიის ბარათები, რომელსაც განსაკუთრებით კვირაში ერთხელ ან კვირაში ერთხელ ვუბეჭდავ ხოლმე და მსგავსი დებულებები არის ჩამოწერილი, რომ მაგალითად თუ ჩემმა თანაკლასელმა გამაბრაზა, როგორ ვიცავი, აი ვზიარებ ჩემს ემოციებს გულით, ალბათ ვცდილობ, რომ არ აუწიო ხმის ტონს და მსგავსი დებულებები. ამ ყველაფერზე თანხმდებით, რომელსაც რომ მაქსიმალურად იყო გულწრფელები, რაც რა თქმა უნდა უჭირთ, იმიტომ რომ მე-3-მესამე კლასში მაინც თავით და ყოველს მართალი გქონიათ, თუმცა აქ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ გავახსენოთ მათი, ასე ვთქვათ, ჩადენილი არასასურველი ქცევები და შევახსენოთ, რა თქმა უნდა, მეგობრულად ეს ყველაფერი და არა დასჯის თვალსაზრისი. როლური თამაშები კი ძალიან გვეხმარება და ჩვენ სკოლაში ძალიან კარგი პრაქტიკა არის იმისი, რომ სტუდენტები მოდიან ხოლმე ხშირად თავისი სამაგისტრო ნაშრომების ფარგლებში ან სასკოლო პრაქტიკისთვის და სტუდენტების როლი ამ სემესტრში მე პირადად ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ისინი ადგენდნენ ხოლმე ქართულის გაკვეთილის შესაბამის პატარა სიტუაციებს, რომ მაგალითად თხები შეიძლება გამოვიყენოთ სწორედ რომ ემპათიის სწავლების თვალსაზრისით, რომ როგორი მნიშვნელოვანი არის დათმობა და ერთმანეთთან შეჯახებით, რომ უბრალოდ ორივე მხარე დაზარალდება და სხვა კარგი არაფერი მოყვება ამ ყველაფერს და ისე მოეწონა და ისე კარგად გაიაზრეს ამ ჯიუტი თხების ამბავი ბავშვებმა, რომ თავდაპირველად შეიძლება ვამუშავოთ საკლასო დისკუსიის ფორმატში, რომ შეიძლება გაუჭირდეთ ჯგუფებში მუშაობა, შემდეგ კი მცირე ჯგუფებში, რომ როგორ გადაჭრიდნენ თვითონ პრობლემას და რა მიაჩნიათ გამოსავლად, ასე ვთქვათ. რაც ეხმარება მოსწავლეებს გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებაში და მოსწავლეები მაშინ იღებენ ხოლმე პასუხისმგებლობას, როდესაც ჩვენ მათ ვაგრძნობინებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანები არიან ჩვენთვის. ამიტომაც თუნდაც აწაწინა დეტალი, რომ აი სად დავკიდოთ, სად გინდათ რომ განვათავსოთ თქვენი ნაშრომების კუთხე, როგორ მოვაწყოთ სივრცე, მოდით ერთი კვირა გავაკეთოთ ისე, რომ თქვენ როგორც გინდათ, გვერდ-გვერდას ხდათ თქვენს მეგობრებთან ერთად და მე არ განვსაზღვრო, ვინსა დაჯდება და ეს ყველაფერი მათ თავს ძალიან მნიშვნელოვნად აგრძნობინებს და იაზრებენ, რომ სკოლის ნაწილი არიან და არ არის ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, მხოლოდ საგნის სწავლის პროცესი. წუთშესვენების ბარათებსაც აქტიურად ვიყენებ ხოლმე, ამ ყველაფერზე დეტალურად აღარ შევჩერდები, უბრალოდ კამათელი არის ძალიან მარტივი და დიდი მეგობარი ჩემთვის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ უბრალოდ შეიძლება რომ მოსწავლემ გააგოროს კამათელი და აირჩიოს მისთვის სასურველი პოზა და ყველამ გავაკეთოთ, ვთქვათ, იოგას რომელიმე პოზა. შესაბამისად ეს ყველაფერი მათთვის სახალისო არის და განსაკუთრებით მეხმარება ხოლმე ის ადგილი რომ მოდის და უკვე რომ აწრიალდებიან ხოლმე, მაშინ რომ ცოტათი ყურადღება გადავიტანოთ სხვა რამეზე. თვითშეფასების ბარათებიც მე პირადად ჩემი გამოცდილებით მე-3-4 კლასიდან უფრო კარგად მუშაობს, იმიტომ რომ პირველ-მეორე კლასელებს როგორც აღნიშნეთ ძალიან მაღალი თვითშეფასება აქვს და უჭირთ ხოლმე რეალურად შეაფასონ სიტუაცია. და ახლა რაც შეიძლება გამოგადგეთ წლის ბოლოს, დედაჩემს გავლოზე რომ სხვა შორის ის პედაგოგი არის და ძალიან კარგად გამოიყენა პრაქტიკაში, პირველ კლასელებს აჩუქა თავისი ხელით შექმნილი წიგნის სანიშნები, რომელიც შეიძლება იყოს მაგალითად თუ თქვენს მოსწავლეებს აქვს ემოციური თვითრეგულაციის პრობლემები, შესაბამისი ფრაზები დაუტანოთ და გადასცეთ, ასე ვთქვათ, საზაფხულო საფიქრალად. და ასევე ეს პატარა სამუშაო ფურცელი ძალიან გამეხმარა იმის შეჯამებაში, თუ რა ემოციები აქვს მოსწავლეებს წლის ბოლოსთვის. და ყველაზე კარგი რამ აღმოვეჩინა სამუშაო ფურცლის სწავლობით, რომ ყველას ამახსოვრდება მაინც ის არაფორმალური აქტივობები და გასვლითი და დამეთანხმებით ალბათ თქვენს დიახ, რაც გავიკეთებია და არავინ არ გაიხსენებს წლის ბოლოს ჩვენს მთელი გუნდი რომ დარგი, აი მათემატიკის გაკვეთილისთვის რომ თავი გავიჯდეთ, რომ კარგი ტესტი შეგვედგინა ამას შემდეგ, არავის არ გაახსენდება, ამიტომაც რაც შეიძლება ბევრი არაფორმალური აქტივობა უნდა ვაჩუქოთ ჩვენს მოსწავლეებს, რამდენადაც რთული და ისეთი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი. გისურვებთ ყველას წარმატებულ წელს და ალბათ დაგაინტერესათ ამ რესურსებმა. შეგიძლიათ დაასკანეროთ, ჩემს გვერდზე ვდებ ხოლმე ყველაფერს, ამით ახლა რეკლამა გამოვიდეს, უბრალოდ მართლა კარგი ამოსაბეჭდი სამუშაო ფურცლები არის ხოლმე, შენი სუპერძალა ასე ქვია Facebook გვერდზე და შეიძლება გამოიყენოთ ხოლმე რაღაცები დასაბეჭდი.
ასე რომ გისურვებთ წარმატებულ წელს, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმედია ძალიან